და ისევ მოგესალმებით ყველას. უკვე როგორც იცით, მე ვარ იოსები, ბუტიკ სასტუმროს მენეჯერი და დღეს მინდა რომ განვიხილო თემა სახელად რესეფშენის დესკი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი სასტუმროს სფეროში. და ეხლა აგიხსნით რატო? იმიტომ რომ რესეფშენი არის სასტუმროს სახე, ასე ვთქვათ. რესეფშენიდან გამომდინარე ხდება სასტუმროზე ინტერესის შექმნა. რესეფშენიდან გამომდინარე ხდება ის თუ როგორ ინფორმაციას მიიღებს მომხმარებელი, ვიზიტორი სასტუმროს შესახებ, პირველი შეხვედრა, პირველი ღიმილი და ასე შემდეგ. ბევრი ასპექტებია, რაც რესეფშენის მოვალეობაში შედის. რაც მთავარია, პირველი რაც უნდა იყოს, რესეფშენი უნდა გამოიყურებოდეს ძალიან სუფთად, აკურატულად, მოწესრიგებული, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბეიჯი, სადაც ეწერება მისი სახელი, რომ ვიზიტორს არ გაუჭირდეს მასთან ურთიერთობა და შეძლოს სახელით მიმართვა. ასევე რესეფშენმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ მომხმარებელი იყოს ძალიან კმაყოფილი, პირველი შთაბეჭდილება შეექმნას ძალიან კარგი სასტუმროს შესახებ. რესეფშენს უნდა ჰქონდეს ინფორმაციები ქალაქში საინტერესო ადგილების შესახებ, უნდა იცოდეს, ასე ვთქვათ, ტურებზე ინფორმაცია, რათა გააცნოს ჩვენ ვიზიტორებს და შეძლო მომხმარებლებმა, ასე ვთქვათ, საქართველოს გაცნობა და შეცნობა. და შესაბამისად, ძალიან ბევრი ასპექტია, რაც არის ასე ვთქვათ, რესეფშენის მოვალეობაში შესული. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჩაცმულობას პირველ რიგში, იმიტომ რომ როდესაც მომხმარებელი ხედავს, რომ თანამშრომელი სასტუმროსი გამოიყურება სოლიდურად, მოწესრიგებულად, იღიმის, არის ძალიან თბილი, კომუნიკაბელური, გადასცემს მისთვის საჭირო ინფორმაცია, ზოგადად უყვება ქვეყნის ისტორიას, სასტუმროს დაფუძნების ისტორიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი კომუნიკაციისათვის მომხმარებელსა და რესეფშენს შორის. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ რესეფშენმა არასდროს არ უნდა თქვას სიტყვა ის, რომ მას არ შეუძლია, მას არ აქვს ინფორმაცია. პირველი ერთ-ერთი ფორმულა არის ის, რომ შევამოწმებ, გადავხედავ, დაგეხმარებით თითოეულ სიტყვას რესეფშენიდან თქმულს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მომხმარებლისთვის. იმიტომ რომ მომხმარებელი მთლიანად ეყრდნობა, ასე ვთქვათ, რესეფშენის დესკს, იმიტომ რომ მან იცის, რომ ყველანაირ მხარდაჭერას უზრუნველყოს რესეფშენი და შესაბამისად აქ მისი იმედი. ამიტომ არასდროს არ უნდა ჰქონდეს რესეფშენს ლექსიკონში სიტყვა არ, ვერ და ასე შემდეგ. ანუ ნეგატივის მომცველი სიტყვები არ უნდა იყოს რესეფშენის ლექსიკონში და უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა ეხლავე გადავამოწმებ, დაგეხმარებით და ასე შემდეგ. ანუ თბილი სიტყვები, თბილი ღიმილი, რაც ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არიან სასტუმროში მომხმარებლები, რომლებიც არასდროს არაფრით არ არიან კმაყოფილები და ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის ის, რომ რესეფშენი ამ დროს უნდა იყოს ძალიან მშვიდი, ძალიან გაწონასწორებული, უნდა დააცადოს მომხმარებელმა, რომ თავისი უარყოფითი, ასე ვთქვათ, აზრი გამოთქვას ამა თუ იმ საკითხის შესახებ და მერე უნდა დაიწყოს უკვე საკითხის მოგვარება. არასდროს რესეფშენი არ უნდა ჩაეჩრას, ასე ვთქვათ, მომხმარებელი, როდესაც საუბრობს, არ უნდა გააწყვეტინოს საუბარი, ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ როგორც კი რესეფშენი ეჭრება მომხმარებელს საუბარში, იქ უკვე მიდის სრული ნეგატიური ხაზი. შესაბამისად, უკვე მომხმარებელიც უფრო აგრესიული ხდება. ამიტომ რესეფშენის კიდევ ჩამოვთვლი რა, მთავარი ნიშნები არის ის, რომ პირველ რიგში უნდა გამოიყურებოდეს ძალიან სუფთად, აკურატულად, უნდა ეჭრას ფორმა, უნდა ეკეთოს ბეიჯი, უნდა იყოს ღიმილიანი, უნდა იყოს თბილი, უნდა გააჩნდეს ძალიან ბევრი ინფორმაცია ქალაქში არსებული ადგილების შესახებ, ეს არის რესტორანი, თეატრი, ოპერა, კინო და ასე შემდეგ. ასევე უნდა იცოდეს ინფორმაცია ტურების შესახებ. თუ აი ამ ყველა ჩამოთვლილ კომპონენტს თქვენს სასტუმროებში მომუშავე რესეფშენი ასე თუ ისე აკმაყოფილებენ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სასტუმრო
იქნება ძალიან წარმატებული და იქნება მოთხოვნადი და გექნებათ ძალიან კარგი რევიუები, ძალიან კარგი შეფასებები. ამიტომ მე ყველა სასტუმროს მენეჯერს მივმართავ, რომ გაუფრთხილდნენ თავიანთ თანამშრომლებს receptions მით უმეტეს გადასცენ ყველანაირი ინფორმაცია მხარში დაუდგნენ ყოველთვის და იყვნენ მათ გვერდზე, რათა ისინი იყვნენ 100%-ით რეალიზებულები თავიანთ საქმეში და აკეთონ ის, რაც მათ ევალებათ. რაც შემდეგში გამოიწვევს მომხმარებლის კმაყოფილებას. მე მაინტერესებს თქვენი აზრი. თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს სასტუმროში მომუშავე რეცეპშენი. ასე რომ ველოდები კომენტარებში თქვენ აზრს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეც ყოველდღიურად ვსწავლობ ახალ რაღაცებს, მეც ყოველდღიურად ვიერთებ ახალ ინფორმაციებს და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ეს აზრების გაცვლა, გამოცვლა, ვინაიდან სულ პატარა სიტყვა მათ შეიძლება რაღაცა გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. ასე რომ ველი კომენტარებში თქვენს გამოხმაურებას.